რუსულ საფრთხეს სერიოზულად ვეკიდებით და ვხედავთ მას როგორც გრძელვადიან საფრთხეს. ეს განცხადება ედგარ რინკევიჩს, ლატვიის პრეზიდენტს ეკუთვნის და ამ სიტყვებით მან სრულად ახსნა ის მიდგომა, რაც ბალტიის ქვეყნებს აქვთ რუსეთთან. ეს პრაგმატული პოლიტიკაა, მათ სიფრთხილე მართებთ, რადგან აღმოსავლეთით რუსეთის ფედერაციასთან იყოფენ საზღვარს, დასავლეთით კი რუსეთის ექსკლავ კალინინგრადთან. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ბალტიისპირელების მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა ქვეყნების საფრთხეში ჩაგდების პოლიტიკაზე გადის. რინკევიჩი იმავე ინტერვიუში უკრაინაზეც საუბრობს, მაგრამ მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე არა, არამედ ფაქტობრივად ამბობს, რომ შესაძლოა მშვიდობა უფრო საშიშიც კი იყოს. მაშინაც კი თუ არსებობს რაიმე ტიპის გარკვეული მშვიდობის თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, რამენაირი მოლაპარაკების ალბათობა უნდა გვახსოვდეს რა გვაჩვენა ისტორიამ. ისტორიამ გვაჩვენა, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა რუსებისგან რაიმე ყალბი დაპირების მოსმენაზე მიდგება საქმე. პირველი ნაბიჯი ისაა, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველანაირი იარაღი. მეორე, უნდა უზრუნველყოთ, რომ ამ იარაღზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას. მესამე, უნდა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთისა და ბელარუსის მეტი სანქციებით. ბალტიისპირელი პრეზიდენტის ამ განცხადებიდან ცხადი ხდება, რომ ის თანახმაა ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. ანუ ეს რას ნიშნავს? საკუთარ მშვიდობას სხვისი ომის ხარჯზე. ნახოთ. ბალტიის სამივე ქვეყანა, ლიტვა, ლიეტუვა და ესტონეთი ძალიან კარგად იცნობენ რუსეთს. იციან რას ნიშნავს ცხოვრება რუსეთის მეზობლად. ესმით რამდენად მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის წარმოება მსგავს პირობებში, მაგრამ არ გამოუცდიათ რას ნიშნავს ომი რუსეთთან. თუმცა უნახავთ მისი შედეგები. მიუხედავად ამისა, უკრაინაში ომის გაგრძელებას უჭერენ მხარს. საქართველოში კი ჯერ იმ ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს, ვინც ქვეყანა ომში გახვია, შემდეგ კი იგივე ძალას ოპოზიციაში, ვინც ღიად ამბობს, რომ ომს ახლაც დაიწყებდა. დიახ, ომი მინდა. და რა, მე ომის პარტია დამიძახო, ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა, კი, მოსულა. ყოველი შესაძლებლობისთანავე ბალტიისპირელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას სწორედ ომის მოსურნე ოპოზიციის მხარდასაჭერად ცდილობდნენ. რუსთაველზე თუ რადიკალები აქციას მართავდნენ, ისინი შეკრებილებს ბრიუსელიდან ერთვებოდნენ. ვუსურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება კი არა, არამედ ხალხის ლიდერი იქნება. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ, ვინ დაწია საქართველოს უკან რუსეთისკენ. ადრეც აქტიურად იყენებდნენ და ახლაც განაგრძობენ ყველა ტრიბუნის გამოყენებას ქართული ოცნების წინააღმდეგ და რადიკალური ძალების მხარდასაჭერად. ქართული კოშმარი საქართველოს რუსულ ორბიტასთან, მის გავლენის სფეროსთან აახლოებს. The European Parliament sends a very clear message. პარლამენტი ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის თანამზრახველებს ქართული ოცნებიდან. ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. შეუძლებელია იყო პროევროპელი და ამავდროულად პროკრემლისტური. საქართველო კიდევ უფრო დაშორდა ევროკავშირს და გაზარდა რუსეთის პირდაპირი გავლენა ქვეყნის არჩევნებზე. მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოს დაუბრუნოს თავისი ევროპული ოცნება. მოუწოდებ ქართველ ხალხს უარყონ რუსეთის მხრიდან მომდინარე საშინლად დამანგრეველი მანიპულაცია. საქართველო ახლა ფრონტის ხაზზეა. ჩვენ ყველანი ვხედავთ შეტევას ევროპულ ღირებულებებზე, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რუსულ ფაშისტური ნარატივების თავსმოხვევით. ერთად უნდა დავაბრუნოთ საქართველო დემოკრატიისა და სამართლის გზაზე. ჩემთვის ყველაზე დიდი მედგაცრუებას იწვევს მთავრობის განცხადება, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის 80% მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ ოცნებას, ასე რომ ქართულმა ოცნებამ არ უნდა წაართვას ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება. ცალსახაა, რომ ნაბიჯები, რომელთაც საქართველო დგამს, ევროპისკენ არ მიდის. ბალტიელები მხოლოდ განცხადებებს არ ჯერდებიან. ევროპარლამენტის ყველა სამარცხვინო და ტყუილებზე აგებული რეზოლუცია, რაც კი ბოლო პერიოდში იქნა მიღებული, სწორედ ბალტიის ქვეყნების ევროპარლამენტარების ავტორობით შედგა. სამწუხაროდ ბოლო დროს ვხედავთ, რომ მთავრობისა და მმართველი პარტიის ქმედებები მკვეთრად ეწინააღმდეგება ხალხის ერთგულებას ევროპული იდეებისა და მისწრაფებებისადმი. მართლაც ისეთი კანონების მიღება, რომლებიც სერიოზულად აფერხებს ან ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, რომლებიც ავიწროვებენ უმცირესობებს, მათ შორის LGBTIQ თემს, სრულიად წინააღმდეგობაშია საქართველოს დეკლარირებულ ევროპულ მისწრაფებებთან.
ეს კანონები გამყინავს სიგნალს აგზავნის არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. კანონები, რომლებიც შექმნილია რუსეთის სცენარით, ახლა ემუქრება ოპოზიციის ჩახშობას და თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვას. ქართული ოცნების მმართველი პარტიის მიერ ეგრეთ წოდებულ ოჯახურ ღირებულებებზე შექმნილი საჯარო ისტერია მხოლოდ ადასტურებს მათ გადაწყვეტილებას მიემხრონ ულტრარადიკალურ პოპულიზმს. დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში უკვე 10 წლეულზე მეტი არაც უარესდება. ჩვენ არაერთხელ მიგვიღია ამ დარბაზში ჩვენი ქართველი კოლეგები ოპოზიციიდან, რომლებიც თავიდანვე გვაფრთხილებდნენ. გთხოვთ, იყავით ფხიზლად, რადგან ივანიშვილის რეჟიმის მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება და მაგალითი სწორედ ივანიშვილით ამ პროცესის მთავარ არქიტექტორით უნდა დავიწყოთ. ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ ის ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის იყო მოწინავე დემოკრატიული რეფორმების კუთხით ახლა ჩამორჩენილია. ისე ჩანს თითქოს ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსებს სხვა საზრუნავი არ აქვთ. ამდენ დროს საქართველოს რომ უთმობენ. როგორც თავად ხსნიან, ესოდენ გადაჭარბებული აქტივობა მეგობრობით აიხსნება. წუხან საქართველოს ვითომდა დემოკრატიულ უკოსვლაზე და მის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნების სურვილი არ ასვენებთ. ამიტომაც თავისუფლებას აძლევენ და ქვეყნის შიდა საქმეებში ხისტად ერევიან. 2024 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოშიც ჩამოდიან. ლიეტუვის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რადიკალების აქციაზეც მიდიან და სცენიდან სიტყვით მიმართავენ შეკრებილებას. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია თავად შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ექნება ის მომავალი, რომელზეც ვოცნებობთ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც კარგავ თავისუფლებას, კარგავ უფლებას, თავად როგორც ერმა გადაწყვიტო, რას მიეკუთვნები, რა სახის ღირებულებებს იზიარებ. ჩვენ ვიცით ეს. ქართველო ხალხო, უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა თქვენთან ერთად ვართ. თქვენ აღარასოდეს იქნებით მარტო. ცნობისთვის, როდესაც მსგავსი სიტყვები ევროპელებმა 2014 წელს მაიდნის მოვლენების დროს კიევში აქციაზე წარმოთქვეს, სადაც სცენაზე ასევე იმყოფებოდა ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრა საუსტრევიჩუსი და მხარს აქტიურად უჭერდა უკრაინაში განვითარებულ მაშინდელ მოვლენებს. მათ სიტყვებს ჯერ რევოლუცია, შემდეგ კი ყირიმის ანექსია მოჰყვა. უკრაინელებს მარტო მოუწიათ ბრძოლა. ბალტიელები კი ამ დროს რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს ამყარებდნენ. თუმცა ეს სხვა ისტორიაა და ქართულ კონტექსტს დავუბრუნდეთ. ბალტიელი პოლიტიკოსები არჩევნებამდე თუ ცდილობდნენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, არჩევნების შემდეგ სწორედ ისინი აქტიურობენ ყველაზე მეტად შედეგების არაღიარების პროცესში. არც ფაქტი აქვთ და არც არგუმენტი, თუმცა ჯიუტად ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ჯერ 2024 წლის 11 ნოემბერს ჩამოვიდნენ ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, მათ შორის ბალტიისპირეთიდან და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ანტისამთავრობო აქციას შეუერთდნენ. შემდეგ კი სწორედ ბალტიისპირელებმა დაიწყეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ევროკავშირში. მათ ლექსიკონში საკუთარი ქვეყნების დასახელებაზე ხშირად კვლავ საქართველო ისმის. მე როგორც ევროპარლამენტის წარმომადგენელ შემიძლია ვთქვა, რომ გასული წლის ბოლოს რეზოლუცია მივიღეთ, სადაც ეუთოოდერის დამოუკიდებელი დამკვირვებლების დასკვნებზე დაყრდნობით ვთქვით, რომ არ შეგვიძლია ამ არჩევნების ლეგიტიმურად მიჩნევა. ამის შედეგად პარლამენტიც არალეგიტიმურია. ჩვენ არ შეგვიძლია და ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა. არ შეგვიძლია ეს არჩევნები ლეგიტიმურად მივიჩნიოთ. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი, ახლანდელი მთავრობა და ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრეზიდენტი ჩვენს თვალში არალეგიტიმურია. არ ვაპირებ აღიარო არჩევნების შედეგები როგორც გამჭვირვალე, პატიოსანი და დემოკრატიული. ეს ასე არ იყო, ამიტომ მოხარული ვარ, რომ ამ საკითხს განვიხილავთ დღეს. საინტერესოა, რომ არჩევნების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც სანქციების ენით დაუწყო საქართველოს საუბარი, ლატვია იყო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გაგება, რაც ხდება საქართველოში ძალადობა მომიტინგეებზე, პრობლემების საარჩევნო პროცესში მიუღებელია. პრემიერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს შეაჩერებს 2028 წლამდე. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას. არ დაგვავიწყდეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა პირველებმა შემოიღეს პირადი სანქციები. ეს არის ის მიმართულებაც, რომლითაც ჩვენი დიპლომატები იმუშავებენ ევროკავშირის ფარგლებში, მაგრამ იქ კონსენსუსია საჭირო, რაც უახლოეს დღეებში განიხილება. ეროვნულ სიაში გვყავს რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსანი. ისინი არ არიან სასურველი სტუმრები ლატვიაში. ახლა ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ ევროკავშირის დონეზე და მივიღებთ რამდენიმე გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას ან სხვა გადაწყვეტილებებს.
განვიხილეთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. უნდა ვთქვა, რომ ძალიან ინტენსიური დისკუსია შედგა. ბალტიელები ასევე აქტიურად უჭერდნენ მხარს საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ფულს USAID-ისგან იღებდნენ. თბილისის ქუჩები ამერიკული ფულით დაფინანსებულმა არეულობამ მოიცვა. ცხადია, რადიკალიზმს სამართალდამცავებმა ადეკვატური პასუხი გასცეს. ისინი, ვინც მოლოტოვსა და პიროტექნიკას ესროდა პოლიციას, საკანონმდებლო ორგანოს ცეცხლს უკიდებდა და ქალაქს ანადგურებდა, დააკავეს. და მაშინ, როდესაც ყველაფერი უკვე დასრულებული იყო, კვლავ ბალტიისპირა ქვეყნები გააქტიურდნენ. ჯერ ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანი ჩამოვიდა ქვეყანაში. დღისით ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. საქართველოში ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. ქუჩაში არის ძალადობა. რაც შეეხება არჩევნებს, ის ყველას მიერ არაა აღიარებული. არ არსებობს თანხმობა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ხალხისათვის საკუთარი ხმის დაბრუნების გარდა სხვა გზა არ არსებობს. საღამოს კი ის და მისი დელეგაცია კვლავ ანტისამთავრობო მიტინგზე გაეშურა. აქ ვართ არა მხოლოდ სოლიდარობის გამოსახატად, არამედ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ასევე ჩვენი ინსტიტუტებისთვის ბიძგის მისაცემად, ევროკომისიისთვის ან ევროპული საბჭოსთვის. ძალიან ნათელი მესიჯის გასაგზავნად არსებული ვითარების შესახებ, რათა ვუბიძგოთ მათ მოქმედებისკენ, რათა არა მხოლოდ ისაუბრონ, არამედ იმოქმედონ კიდევაც. ლიეტუველმა რასა იუკნევიჩიანემ და მისმა ბალტიისპირელმა კოლეგებმა აქტიურად დაიწყეს ევროკავშირისთვის დაანონსებული ბიძგის მიცემა, რათა დაწესებულიყო სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. საქართველოში არჩევნები არ იყო დემოკრატიული, ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას. ქართულ ოცნებას არ გაუმარჯვია, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ. საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე გაყინულია და ასე დარჩება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ იმსახურებს თუ არა საქართველოს უვიზო რეჟიმს. ფაქტობრივად, სწორედ ბალტიელები იქცნენ სანქციების მთავარ ინიციატორებად, რასაც ფორმალური სანქციების დაწესება ევროსტრუქტურებიდან მოჰყვა კიდეც, რის მიხედვითაც დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს უვიზო რეჟიმი გაუუქმდათ. მართალია ეს შეზღუდვა არსებითად ვერაფერზე ვერ ახდენს გავლენას, თუმცა ფაქტი ბალტიისპირელთა გამორჩეულ აქტიურობაზე ფაქტად რჩება. და ბალტიელებმა მეტი რომ ვერაფერი ვერ შეძლეს და ევროკავშირის დონეზე სხვა შეზღუდვები არ დაწესდა, თავად დაიწყეს პერსონალური სანქციების პაკეტების შემუშავება. სულ ბოლოს მსგავსი სანქციების პაკეტი ესტონეთმა დაამტკიცა, რომელმაც ქვეყანაში შესვლა შეუზღუდა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატებს. ეს სანქციები კი იმაზე უფრო არაფრის მომცემი და ღიმილის მომგვრელია, ვიდრე ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით. ამასთან ესტონური სანქციების აბსურდულობასა და კომიკურობას ისიც ადასტურებს, რომ ლაშა ტალახაძის სანქცირება მისი აგრესიულობით არის ახსნილი. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ შეკითხვას. რა უნდათ ჩვენგან ბალტიისპირა ქვეყნებს? რით აიხსნება მათი გამალებული შეტევა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს იცავს? თუ რუსეთი ბალტიისპირელებისთვის გრძელვადიანი საფრთხეა, როგორც ლატვიის პრეზიდენტი ამბობს და ფრთხილობენ, იგივე პრაგმატული პოლიტიკისთვის საქართველოს რატომ ებრძვიან? რასელიან ჩვენგან? მართლაც ქართულ დემოკრატიაზე ღელავენ, როგორც ოფიციალურ განცხადებებში ამბობენ. სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მიერ ქართველი ოფიციალური პირების ქაოტური დასანქცირება არა მარტო ღიმილნარევ გაუგნებას, არამედ ცნობის მოყვარეობასაც იწვევს. რა განაპირობებს მათ ასეთ ჭარბ ენთუზიაზმს, როდესაც საქმე საქართველოს ეხება. პოსტსაბჭოთა ბალტიისპირული ქვეყნების ხელმძღვანელობის ოფიციალური პოზიციაა, რომ სანქციები პასუხია საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე. რეალობასთან აცდენას რომ თავი დავანებოთ. რეალობა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებსა თუ მყარ ციფრებს ეყრდნობა, თუ მართლაც ქართულ დემოკრატიაზე შესტკივათ გული, მაშინ რატომ უჭერდნენ მხარს ასეთი თავგამოდებით სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა არა მარტო პოლიტიკურ თავისუფლებებს, არამედ ადამიანის ყველანაირ უფლებებსაც. რატომ ფარველობენ მას დღემდე და კანონიერი სასჯელისგან მის დახსნას ცდილობენ. როგორც ჩანს, დემოკრატიაზე ზრუნვა პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთისათვის არა მიზეზი, არამედ მხოლოდ საბაბია, რომელიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე წნეხის განსახორციელებლად სჭირდებათ. იქნებ იმას გვსაყვედურობენ, რომ უკრაინას თავად დაეხმარნენ. საქართველომ კი მოხალისეები ოფიციალურად არ გაგზავნა უკრაინაში და ამით თავიდან აირი და სისხლის მღვრელ ომში ჩართვა. არც ამაში უნდა იყოს საქმე, რადგან ჯერჯერობით უკრაინის ფრონტზე ოფიციალურად გაგზავნილი არც ერთი ბალტიისპირული ოცეულიც კი არავის შეუნიშნავთ. აშკარაა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთი რეალურ საფრთხედ აღიქვამს და ყველა საშუალებას იყენებს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად თუ არა შესამცირებლად
მასირებლად მაინც. ყველა საშუალებაში, როგორც ჩანს, საქართველოც მოიაზრება, როგორც ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. გამოდის, რომ ყველაფრის მიზეზი რუსეთია. გამოდის, რომ ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ და ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ რუსეთი დავასიანოთ და ბალტიისპირეთ საფრთხე ავარიდოთ. ამ მიზანს რომ მიაღწიონ, მზად არიან ყველანაირ ბერკეტს მიმართონ, მათ შორის ევროინტეგრაციაში ხელის შეშლასაც. ცხადია, რეალური სურვილის გაჟღერებას ბალტიისპირელები ღიად ვერ ბედავენ. არაფერ შუაშია არც ეგრეთ წოდებული დემოკრატიული უკუსვლა, ვითომ და ევროპული ღირებულებებისადმი ღალატი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. თუ ვინმე არის იმგვარი მიამიტი, რომ ბალტიელების საქართველოს სიყვარულზე შეთხზული მითების ჯერა, წარსულში გადავიხედოთ და ფაქტებს დავაკვირდეთ. 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც სააკაშვილმა მართლაც რომ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია, თანაც გამთენიისას, როდესაც ეძინათ. შემდეგ კი მთელი ქალაქი ხელკეტებით ზდიეს, ტელევიზია სპეცრაზმით აიღეს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაიტაცეს და სცემეს, ბალტიისპირელები ჩუმად იყვნენ. არათუ სანქცია, კრიტიკაც არ ყოფილა. როდესაც ავტოკრატმა სააკაშვილმა დამორჩილებული მედიით, სასამართლოთი და ცესკოთი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებით გაიმარჯვა, ესტონეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სააკაშვილს მიულოცა. პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი ბედნიერი იყო. ლიეტუვის პრეზიდენტმა ჯერ შორიდან გამოუგზავნა მისალოცი ბარათი, შემდეგ ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ვალდის ზატლერსმა კი თქვა, რომ ლატვია მზად არის რჩევები მისცეს საქართველოს და დახმარების ხელი გაუწოდოს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არაერთი მტკიცებულება ჰქონდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ბალტიისპირელებს არათუ სანქცია ან კრიტიკა, შეკითხვებიც კი არ დაუსვავთ აღნიშნულთან დაკავშირებით. ასეთი სამარისებული სიჩუმე იყო ბალტიისპირეთიდან 2011 წელსაც, როდესაც სააკაშვილმა სისხლიანი ღამე მოუწყო პარლამენტის წინ მშვიდობიანად შეკრებილებს. იმ ღამით მის სპეცრაზმს ადამიანებით შემოაკვდნენ, რომლებიც შემდეგ სახურავზე დამალეს. ბალტიის ქვეყნები დღეს რომ დემოკრატიის გუშაგებად მოგვევლინდნენ, მაშინ დუმდნენ. რეალურად ბალტიური სამეულის ურთიერთობები საქართველოსთან მას შემდეგ ფუჭდება, რაც რუსეთის მიმართულებით მუდმივი სკანდალები და დაძაბულობები ხრება, ქვეყანაში მშვიდობა მყარდება. ანუ 2012 წლიდან. ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა სწორედ მაშინ შეშფოთდა, როდესაც ქვეყანაში ეროვნული ძალა მოვიდა მმართველობაში, პრაგმატული პოლიტიკით. ბალტიისპირელებისთვის მიხეილ სააკაშვილის მსგავსი აფექტური და გარედან მართული ლიდერი მისაღები იყო. მოსწონდათ მისი ომის რიტორიკაც. ქართული ოცნების სამშვიდობო გეგმები კი გააპროტესტეს. რატომ? რატომ აშინებთ მშვიდობა საქართველოში? რატომ უჭერენ ომის გაგრძელებას მხარს უკრაინაში? ალბათ ამ კითხვაზე პასუხი უკვე ცხადია, თუმცა წარსულიდან ერთი ფაქტი მაინც უნდა გავიხსენოთ. 2005 წელს კალინინგრადის რეგიონში დისლოცირებული რუსული Su-27 ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შევიდა და ნატოს წევრი ქვეყნის ცაზე 30 წუთი იფრინა. შემდეგ აფეთქდა, პილოტი გადარჩა. მხოლოდ ამის შემდეგ აფრინდნენ ნატოს გამანადგურებლები. ალიანსმა ეს ინციდენტი ნატოს კი არ დაუკავშირა და საპასუხოდ ცნობილი მეხუთე მუხლი კი არ ამოქმედა. საქმის გამოძიებაშიც კი არ ჩაერთო. არამედ მშვიდად განაცხადა, რომ შემთხვევა მხოლოდ რუსეთს და ლიეტუვას ეხება. ასე რომ ბალტიის ქვეყნებმა კარგად იციან, დიდი კონფლიქტის შემთხვევაში ისინი ნატოსთვის ბუფერულ ზონად გადაიქცევიან და გამანადგურებელი ცეცხლის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. ამიტომაც სანამ ისინი იქცევიან ბუფერად, მათ თავად უნდა შექმნან ასეთი ბუფერული ზონები სადმე სხვაგან. რუსეთის და ნატოს შეჯახების შემთხვევაში კატასტროფული დარტყმა შორს რომ გადაიტანონ. და სად შორს? მაგალითად საქართველოში, მაგალითად უკრაინაში. რატომ უნდა გაიჭყლიტონ ბალტიისპირა ქვეყნები? რატომ უნდა განიცადონ ომით გამოწვეული ტრაგედია და ნგრევა ამ ქვეყნების ხალხებმა, როცა არსებობენ ქართველები? მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე სასარგებლო იდიოტის როლი სიამოვნებით ითამაშა. ბალტიისპირელებიც სიამოვნებით უკრავდნენ ტაჟს, თვალსაც ხუჭავდნენ მის ავტოკრატიულ მმართველობაზე. ეს მაშინ ქვეყნის შიდა საქმე იყო. მაგრამ როგორც კი საქართველოს ხელისუფლებამ რეალ პოლიტიკა აირჩია, პრაგმატული ეროვნული პოლიტიკა წამოიწყო, ბალტიელებიც გააქტიურდნენ. ასეთი მთავრობა საქართველოში არ მოსწონთ. ახლა ქვეყნის შიდა საქმეები აღარ არსებობს. ყველაფერში ჩარევას ცდილობენ. ცხადია, დაკვეთების უპირობოდ შემსრულებლები ურჩევნიათ და აქტიურად ლობირებენ კიდეც რადიკალ ოპოზიციონერებს. ასე რომ, კითხვაზე, რა სურთ ჩვენგან ბალტიისპირელებს, პასუხი მარტივია. მათ მშვიდობა უნდათ. სხვისი ომის ხარჯზე.